რა სიტყვით ახლა მოდი ხართ? კი, ხარაგაულში კარგი იქნება პატა, მაგრამ ელენემ რო დარეკავ სამსახურში ბევრი საქმე მაქვს და გვიან მოვალო. ო, ეგ ცუდია, ცუდი, მაგრამ მობის შენთან იკარო წამოხვიდეთ. შენ და ბავშვი წამოდით, ხო, საღამოთი ჩამოვალთ, ხო? აუ, წავიდეთ რა თეკლა რა. და დედიკოს მე დაურეკავდა ვთხოვ რომ გამომიშვას. აი მე რა ვიცი, კიდე ვინ მოდის პატა? ნუნუ მოდის. რავი, არ ვქნა, არ მინდოდა თეკლა რომ მეთქვა, მაგრამ ხო იცი რა ტიპია, იმდენიმე ლაპარაკა, თავბრუ დამოხვია, რა ქვია და წამომასდებინა ყველაფერი მათქმებია. რატი და ფრიდონი? ეხა რატისთან და ფრიდონისთან კი მერიდება, მაგრამ რა არიცი? ეგენი ბაბუაჩოს მაინც არის თომე, ხო? ხო და ეხა რო ჩამოვიდნენ ეგენის ეხა ხო ვიცი რატის ამბავი უნდა დაუწყოს ნადიას გოგოს თვალების ჟუჟუნი. ხო და ნადია დაგხოცავს უყველას. ხო. ფრიდონი კიდე ნადიას დაუწყებს თვალების ჟუჟუნი და ბაბუაჩები დაგხოცავს უყველას. ხო და თან კიდე ეხლა ხო იცი არა კოტე ბაბუ ამდენი ხანია ნადიას მეპანაჭება მოსწონს რაღაცა ხო ხტები და რამე რო მერე ხო გესმის კი გავიგეთ აღარ გაგძებ შენ ამას მომისმენი, შენი მანქანით რო წავიდეთ, მე კი დავჯდები, მაგრამ ხო ხტე ფეხი მაქვს მოტეხილი და რანაირად აბა. ჩემი მანქანით პატა, ამხელა გზაზე მე ვერ დავჯდები საჭესთან და ლაშაც რა დროს არ არის რა. ტატოს უთხრათ, ჩემ მანქანაზე დაჯდება და წავიდეთ. კი, წავიდეთ. კარგი რა, ტატოს თქვა ჯობიაგერ ბავშვი დავსვა საჭესთან. კარგი. სულელიც არ არის, პატა, ტატო მოიცა დაურეკავ ახლა. კარგი, მიდი დაურეკი. ტატო, თეკლა ვარ. თეკლა ერისთავი. ტატო, შენი თანამშრომელი. ხო, ხუჭუჭა. არა, ტატო, ეგ სალომეა. აუ, პეტო ჯიგარი ხარ რა, ბაკურიანის მე ხარაგაული მაგარი იქნება. აბა. თეკლა, ხარაგაული კარგია? ხო, ტატო, ეგ ვარ. ხო, მესამე სართულზე მარჯვნივ. ბავშვი, მომისმენი, მაგრამ მოყევი რა ხდებოდა ბაკურიანში რაღაც, რატო არაფერს არ მეუბნები? კარგი იყო, ჰა? რა ვიცი, მე მიშიკო და გიორგის რეალებდით, ლაშაბიძე კიდე ქოვით გველოდებოდა და წუწუნებდა, როდის გაიზრდებით და დარევას დაიწყო. უყურე ხა, ესე იგი ლაშა სმის გარდა არაფერს არ აკეთებდა, ხო? კი, როგორ არა. დედიკოს და ქეთევან ბიცოლას ურეკავდა და ატყუებდა, ბავშვები კარგად იქცევიანო. აჰა. რაო? კიო. მართლა? ვა! ესე იგი გადაწყვეტილია. ვიდი. მე წავალ ახლა გამოვიცვლი და მოემზადებ. თეკლა რა უნდა გითხრა იცი ის არაქვე, ცოტა სკლაჩაიცი გაიგე? ხო, მაინც მთაში მივდივართ და კი. არა, მთაში ხო, მაგრამ ფლათ მაღაზიაც არ არის, ხო ხტები ხა, ნუ მითხრა. თუ ადგილი იქნებაო, მანქანაში თუ ადგილი იქნებაო, ჩემ ემზარისაც წამოვიყვანო. დაუკვირდი? ხო და ასე და თუ ადგილი იქნებაო, გაიგე, ეგრე მითხრა, ხა სკლათ თუ ჩავიცოთ, აბა რანაირად იქნება ადგილი? ხო. კარგი, კარგი. ემზარი კი არა, ჩვენ თუ ჩავეტევით. ნუნუ წინ დაჯდება ჩვენ უკან. ან ნუნუ უკან დაჯდება ჩვენ ყველანი წინ, რა ვიცი რა. რა მაინტერესებს თქვენთან ხარაგაულში ინტერნეტი თუ არის კოპოლას მინდა მივწერო აუცილებლად. ვის უნდა მიწერო კოპოლას? კოპოლას კი. რა ხდება ეს ხეთება? ინტერნეტი ჩვენ არა გვაქვს, რა ხდება ინტერნეტი ჩვენ არა გვაქვს, მაგრამ მეზობეს აქვს Wi-Fi. გაიგე? ხო და მეზობეს Wi-Fi ჩვენ სასიმინდესთან იჭერს, გაიგე? წამოიღე მაინც ლეპტოპი, ხო? კარგი, არ მინდა, კარგი. რაოიხი? მინდა ხარაგაულში ჩვენ. კიო, მინდაო. თუ დარჩებია დედიკოსთან დამაბარებ რამეს, თუ რას იზავ? აიხი. კი, დაგაბარებ, ჩამიკოცნო.
სახში ხარ რატი? სახში ხარ რატი? პაატა სახში არ არის კარგია. კარგია. რატი? დღეს არის მაგარი რაგბი. ხო და თუ გვინდა ამ რაგს კარგად ვუყუროთ, პაატა უნდა მოვტეხოთ. პაატა უნდა მოვტეხოთ. რატი? ბატონო ფრიდონ, რატომ უნდა მოვტეხოთ პაატა? არ შეიძლება ჩვენთან ერთად რომ უყუროს? იცი უხერხული გია, მაგრამ დაიწყებს ახლა. ლუდი გამიხსენითო, პულტი მომაწოდეთო, წამომაწვინეთო, გადამაბრუნეთ, განმაბრუნეთო, მერე ის რო იცის ხონდა შეკივლება. ჰაიმე! ხო და ეს კი სერიოზული სპორტია, რაგბი. ყველა მას დიდი გულმოდგინებით ვუყურებ მე. მე რაგბისტი ვიყავი ადრე. რაგბისტი. ხო. მართლა? და რა პოზიციაზე თამაშობდით? 8 კაცს თამაშობდით ჩვენ და ხანსად ვიყავი და ხანსად. ჩამოაფარა რა ფარდები. რა თქვი, რა ჩამოაფარა? რა მითხარით? 8 კაცაო? ბატონო ფრიდონ, 7 კაცა ვიცი. 13 კაცა, 15 კაცაც ვიცი, მაგრამ ეს 8 კაცა რომელია? რატი? იმ დროს რაგბი არ იყო ახლა ასეთი პოპულარული. ხო და რამდენი კაცით შევიკრიბეთ, იმდენ კაცას ვთამაშობთ. მახსოვს ერთხელ რაიონის პირველობაზე მოწინააღმდეგეს ვანგრევთ 46-0. ხო და 2 წუთია თამაშის დამთავრებამდე დარჩენილი მწვრთნელი მეუბნება. შედი ფრიდონ, შედიო, ცოდოხარო. მე რა ქენი თამაშეთ? არა, ხურდებოდი, ვითელებოდი, ასე ვთქვათ, ვერ მოასწარი, მაგრამ ის მატჩი მოვიგეთ. მეორე ადგილზე გავედით 3 გუნდში. მაგარია. რატი? რას უყურებ, რატი? აუ, ბატონო ფრიდონ, მოდით რა, ძალიან მაგარი გოგოა, შეხედეთ, მე-5 სართულზე არის, ძალიან მაგარი. კარგი რა. მე რაზე გელაპარაკები? სერიოზულ თემებზე გელაპარაკები. შეგიდე, ლამაზი გოგო. ხო მაგარი გოგო. ნახე რა მაგარი გოგოა. შეგიდი არ გეჭირა გოგო. მაგარია. კარგია ბა, წავედი მე და შენიცი. ხო, გამოდი, შევიდა, გამოდი. შევიდა. რამე მოიფიქრე, რაღაცა რა ვიცი, ტყუილი მოიფიქრე, რაიმე უთხარი პაატას. ხო, ეცადე. ხო, კარგი, ოღონდ არ შეგამჩნიოს რა. უხერხულია. რა ვიცი, მე ყველაფერს გავაკეთებ ბატონო ფრიდონ, მაგრამ რა ვიცი, ვეცდები ყველაფერს რა. ეცადე და გამოგივა. ხო, მოხდი ბატონო ფრიდონ, გამარჯობა. როგორ ახლა? ჭკვიანი ბიჭი ხარ შენ პაატა. ხო, რატი ჭკვიანი ბიჭია? ხო. შენ გაგიგია როდის მე რატის ტყუილი რომ ეთქვას? შენ გაგიგია რატის ტყუილი რომ ეთქვას? მე არ გამიგია. რა ჭირდა ამას? როლს მეცადინეობდა, რამეს თუ ეგეთი იყო მართლა? არა, ის გოგო დავანახე, მე-5 სართულზე და ალბათ ცოტა გოგო თუ დაანახე, აბა რა იქნებოდა? ის გოგო თუ დაანახე, ხო? მოდი, შენთან რაღაც საქმე მაქვს, სათქმელი მაქვს. უი, რატი, მეც მაქვს შენთან რაღაც სათქმელი, რა ვქრათ ახლა, როგორ მოვილაპარაკოთ, ხა? მე გითხრა ჯერ თუ შენ მეტყვი, ჯერ თუ მე გითხრა თუ შენ მეტყვი. მოდი, კენჭი ყაროთ და ისე გადავწყვიტოთ, რა სიტყვი? ყაროთ. როგორ ყაროთ ახლა? როგორ და ყარი, მოვიგე გეუბნები. მომისმინე. რატი, რა უნდა გითხრა ახლა მე შენ? რატი, 1-2 საათით მინდა რომ სახლიდან წავიდე. 3-4 საათით იყოს ბატა. 6-7 საათით წავა. რატი 10-11 ბატა. რატი შეიძლება დღეს დილით მოდი ბატა, მანდ ბიჭი ხო არა? ზეგამდე რატი? ჯიგარი ხარ. ზეგამდე. ჯიგარი ხარ. ბატა, ჯიგარი. კარგი, მაგრამ ჯიგარი, აი, შენ ხარ ჯიგარი და არ შემეწინააღმდეგო ისე და. რატი არ გეწინააღმდეგო? მომისმენ, შენ რა უნდა გეთქვა? მე რა უნდა მეთქვა? ფრიდონი. ფრიდონი, იცი რომ 8 კაცას თამაშობდა რაგბიში? რას ლაპარაკობ, რატი რა 8 კაცა კაცო, რა 8 კაცა რაგბი ვის გაუგია? შენ ძალიან ბევრს უყურებ იმ გოგოს და ცოტა მოუკელი ყურების დოზას. მოუკელი ყურების დოზას, თორე ფრიდონს დაემსგავსები, ვერ დაიდახე რა დღეში იყო კაცი? 8 კაცა რაგბი, 8 კაცა. ვის გაუგია 8 კაცა რაგბი? 8 კაცა რა 7 კაცა. ამის 8 კაცა. ისე იქნება 15 კაცაც არის, 15 კაცა. 8 კაცა, 8 კაცა? კაცა? კარგი.
მუშაობდნენ ხანასაბოსისა ტატო ხო მომისმინის რაღაცა ეს ადგილები არ მეცნობა და გზა ხო არ შეგეშალა ჰა გეცნო როგორ არ გეცნობა ბოლოს როდის იყავი აქ ზაფხულში მე ხეები ხო იყო ხეები იყო კი ხო გზა იყო ხო მაგრამ კარგი გზა იყო გაფუჭდა მე გაფუჭდა ხო რამე გინდა კიდე რამე გინდა მინდა ტატო ჩქარაიარე ცოტა კაცო ჩქარაიარე თორე ესე თუ ვიარე ჩვენი ბაბუას 80 წლის კი არა 85 წლის იუბილეს ჩაუსწრებთ ხო ძალიან ნელა დადიხარ ტატო ძალიან ნელა დადიხარ ვერად ხო ნელა რატომ მოვდიოდი იცი რატო აბა რაღაცა ხრიალის ხმა გავიგე საშინელი და ვიფიქრე მანქანას ხო არ გაუფუჭდა მეთქი რა მე გამოვიხედე თურმე ჩაგზინებია და შენ ხრინავდი ხო გამოდი გაუკეთესად ხო მოდი ახლა რო წავალ თან ჯარასთან დაჯექი რომ რა ვიცი მაინც ბავშვი ხაი კიდე გულიაგერია სულ შენი ბრალია პატარა ჩემი ბრალი რა არის ბავშვი რა რატოა ჩემი ბრალი შენ არ მეთხარი წყვეტილი ხაზები ითვალე და არ დაიღლებიო დავიწყე და დათვლა და აი აბა წავიდი ხო არა ნუნუს ველოდებით ბარტ კაჭაჭას და ვირის ტერფას კრებს ნაყენი უნდა გავაკეთო აი მე ეგ ხალი მე მგონი ჯადოქარია ჯადოქარი არ ვიცი მაგრამ თავი ამტკი და მთელი გზა იწევლებოდა იწევლიდა კაცო სახრიდან წიწამურამდე სტურუების რძალს ცუდი თვალით გამოგვაცივაო მე წიწამურიდან მუხრანამდე ბერბი ჭაშოს მუხრანიდან კიდე შემოტანილი ქათმების ვანძღვა დაიწყო და მე იმასაც ჩაეძინა და მეც სუ მოდის სუ ვინ გაჭგაჭა ხო გაჭგაჭა დედა ჯანდაბა ამათ თას რა ფლორა გვაქვს როგორი არაჩვეულებრივი სამკურნალო მცენარეები და არაფერში არ იყენებენ არას გამოიყენებენ იქნებ მაფია აქვთ რა მცენარეებია რა ყვავილებია ქალბატონო ნუკაიკა ეს არის ვარტკაჭაჭა ხო და წავიღებ თბილისში ცოტას კოტეს მივცემ და დაბადების დღე აქვს მაინც და ხო იცი ხელსარიელი ხო არ მივა აბა რა ქალბატონო ნუკა კაცი 80 წლის გახდა და ვარტკაჭაჭა ხო უნდა აჩუქოს ვიღაცა მარა ხო აბა რა ყველაფერზე მაიმუნო, კი არ შეიძლება ესე მაიმუნო. წავედით ახლა ვის ველოდებით, ვის? თქვენ. აი მე კიდე კარგი ხმა მოიღე. სადა ვარ, გითხარი ერთი. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ სადღაც. გზაში. რაიმე ტატო გეხვეწები ყურადღებით იყავი არ დავიკარგოთ თან ელენემ ნიკა მეჩამაბარა კარგი ისე თუ დაკარგვის გეშინია ნიკა აქ დავტოვოთ კარგი ტატო რა დროს ხუმრობა წავედით აბა ჩავსხედით ნუნუ დაიდა თქვენ ჩემთან დაჯექით უკან ვაიმე მოგინათ რა ჩემი მოგაბილი მოგიყვები გზაში ისედაც კუკულის ამბები ვიცი საოცრება მოდი არა ამბები არ მინდა თქვენ ფუმფულა მკლავები გაქვთ და ტკბილად დამეძინება არ ვარ გაძილი მანქანაში ჩასხედე ჩასხედით უკან და გადაგიდეთ წინ. მიდი ნიკა ჩაჯი ხო მიდი დასხედით ახლა მიდი. თეკლა ვერ ვეტევი რა აქ რა ის ჯოხის ადგილი აღარ რჩება და რა ვქნათ ახლა დავიტანჯე მთელი გზა. რა ვქნათ ატა სად ჩავჭიდე აბა ესე როგორ ჩავჭიდე. აი მე რას დაეტევით ცოტა უნდა გახდეთ. თეკლა ელენე ნიკა იხვი დაქტოვეს მარტო მარტო დაქტოვეს ხო მარტო ხმაკა ლაშა ბადანო ფრიდონ ლაშა რატი ჩამოხვედი ხო შენ დიდი ტელევიზორი გაქვს კარგია ხო ალბათ რაგბის საყურებლად ჩამოვიდა კაცია და იმიტომ რაგბის საყურებლად არა ჩემს შვილებს მობეზრდათ იქ ბაკურიანში ყოფნა და მაგით ჩამოვედი კაცი მაინც ვარ აბა რა მაგარ დროს ჩამოხვედი მაგარ დროს მაგარი რაგბია ეხლა საქართველოს ნაკრები თამაშობს აგე ლუდი ლაშა ჩიფსები თხილი ამხელა ტელევიზორში უყურებ მაგრად გაგიმართვა მაგრად მიყვარს ლუდით კაცურად რაგბის ფეხბურთის ჩოგბურთის და სპორტის ნებისმიერი სახეობის ყურება ფიგურული სრიალისაც ისა თქვენ რომ შაყინაი ვარიანტი რა ხო და 79 წელია
და ტაშკენტში ეგ ისა ვიცით გასტროლებზე რო იყავით ხო? არა და 79 წელია და ტაშკენტში თბილისის დინამო ეთამაშება ტაშკენტის სპარტაკოს დაიწყო გენაცვალეთ მიდით ბიჭებო მიდით თქვენ გენაცვალეთ მიდით ესენი ჩვენები არ არიან ბატონო ფრიდო მერე რა ვაშკაცები ხომ არიან კაცები ხომ არიან ხო და ყველა კაცურ კაცს ვენაცვალე მე რა მოხდა ეს რატო გამოვირთო შოკი კარგი ამის დრო იყო ეხლა კაცო რა არის ეს რა კარგი რა კარგი რა სანთელს მოვიდა ყველგან არის წინა корпуსში არის მარტო აქ არ არის რა მარტო აქ არ არის რა კარგი აი მოვიტანე რაცი სხვა სანთელი არისო და კაცების ყურებას ვაპირებდით და ახლა გულის ფორმის სანთლებს უნდა უყუროთ ხო აღარ მინდა ეს ისეთი სიტუაცია ახლა ლუდი აღარ უხდება ამას და ყავა ხო არ მომეტანა ისე ცოტა ხანიც რო არ მოვიდეს დენი რომელიღაცა შემიყვარდება არა ისა შაყინოი ვარიანტი რა ხო და 79 წელია საგარეჯოს მოზარდ მაყურებელთა თეატრში გახლავართ იმ პერიოდში. თამაშობ სამუშიას კიდობანში ალიკას. რა დრო იყო? აბა რა დრო იყო? თქვენ სამუშიას კიდობანში თამაშობდით? ყიფიანი ახალკაცის დინამოში? 79 წელი რო იყო, ეგრე არ იყო არც ერთი და. ხო და თან ახლა თან ყურება ბრინდა. ხო და თან კიდევ ახლა როგორ გამარჯობა. გამარჯობა. ანუ შეკითხებს დამაყრით, პირდაპირ გეტყვით, რომ დენი ჩემს გამოწავიდა. გასვატარებდი და ტრანსფორმატორმა ვერ გაუძლო რა და ბოდიშის მოსახლეად შემოვედი. ბოდიში. ესე იგი თქვენი ბრალია, რომ რაპს ვერ გუყურებთ. თქვენი ბრალია. სულ ჩემი ბრალიც არ არის. საბჭოთა კავშირის დროს რო უხარისხო ტრანსფორმატორები გამოდიოდა, რა ჩემი ბრალი იყო. ხო, კარგით, ახლა კარგი. რაპს რომ ვერ ვუყურებთ, მაგასაც ლენინს თუ დავაბრალებთ. მოიცა დირექტორი. ბატონო პროფესორო, რამდენ ხანში შეიძლება რომ გამოსწორდეს რა? მოვედით რაგბის საყურებლად. ესე იგი, შუქი რო წავიდა, აქ იყავი? კი. და გაიპარა თუ უცებ ჩაქრა? გაიპარა. არა რა გაიპარა, უცებ წავიდა. არა რა უცებ წავიდა, ჯერ ნელ-ნელა ესე ნელ-ნელა და მერე სულ გაიპარა. კარგი, ლაშა, აქ ვიყავი, უცებ წავიდა. შენ მასწავლი ხა ჩემს სახში როგორ მიდის დენი? მოიცადე. აქვს ახლა ამას რამე მნიშვნელობა? არა, ესე უბრალოდ ვიკითხეთ, თორე რა მნიშვნელობა უნდა ქონდეს. მალე მაინც არ გაკეთდება და ხო და რას ამოვდი რომ ბარემ აქ ვარ და თუ საყვედური გინდათ მითხარით თორე აქედან რომ გავალ მთელი უბანი მელოდება გარეთ სასაყვედური მე თქვენთვის ვეღარ მოვიცი უყურადღებოთ დარჩებით რა საყვედური ბატონო პროფესორო რაგბის ყურება გვინდოდა ეგ გვინდოდა მაშინ იქნებ რატი თქვენ სახში ხო არ გავიდეთ და იქ შეიძლება მაგალითად მეზობელი корпуსიდან დენის გამოყვანა კაბელით ან სხვა რამე შეიძლება მოიფიქროთ მაგალითად ხო თქვენ ხო პატარა ტელევიზორით კი და შეიძლება მაგალითად რამე ალტერნატიული წყაროს მოძიება მისთვის ეხლა მე არ ვიცი რას და როგორ გადმოვჭივავთ ან რა ალტერნატიული წყარო მაგრამ რა ვიცი ეხლა თუ მოვახერხებთ რაგბის ყურებას მე ეს იდეა მომწონს და გავიდეთ იქ და რა მომეცი ერთი ბუთლს არა დამობეტება ხალხი რა ვიყო ყველა დამჭირდა მე არაფერი ხო წავედით მოიცა ესე წავიღოთ ხო და 79 წელია ტაშკენტში მე არაფერი არ გამოვა რა მოდის
მე რა ვქნათ დატო რა ვქნათ შენ გელაპარაკები რა ვქნათ მე მკითხეთ? ხო, აბა ვის? მე ხო გითხარით, გზა აგვერია და მანქანა ტალახში ჩავარდა თქო და რა უნდა ვქნათ, ზე გარვით. გითხარით თუ არ უნდა დაგვისვა დატო საჭესთან რა ჩვენი ბრალია ყველაფერი რა ჩვენი ბრალია. თქვენი ბრალია, მართალი ხარ. თქვენ საერთოდ მადლობა უნდა მითხრათ, ნელა რომ მოვდიოდი და არა ჩქარა, თორე უფრო შორს დავიკარგებული. გეხვეწები გამაგებინე როგორ ვერ მიხვდი გზა რო აგერია. არა იყო, იცი, ავტობანიდან რო გადმოუხვიე. დავეჭვდი მეშლება თუ არ მეშლება. მე ვიფიქრე უთხრა თუ არ უთხრა, გამოვიხედე გეძინათ. მე ვერ გადავიწყვიტე გავაღვიძო თუ არ გავაღვიძო და ესე ჩავარდა მანქანა ტალახში. არც გზა, არც მოსახლეობა და ტელეფონიც არიწე. ნიკა, შენ არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება. ვიცი, არ ნერვიულობ, არაფერი არ ასაში. არ არის საშიში ხო ნიკა? კარგი ბიჭი ხარ შენ. არა, ბუნების გაკვეთილზე იცი რა გვასწავლეს? რა ბუნება, აბა რა ბუნება, მიდი აბა. და საქართველოში არ არის ხშირი მკაცებელი ცხოველები. გენაცვალე, ურა ბუნება გვა, გენაცვალე, ურა ბუნება. აბა, ხო. მაგრამ შეიძლება შეგხვდეს რუხი მგელი, რომელიც გამოირჩევა აგრესიულობით და დიდი ზომით. რუხი მგელი თავს ესმის ადამიანს ზურგიდან. ჩუმათის მიეყარ. კარგი, ახალ გინდა ბუნება გრამატიკა მოყევი, კაცო. ვაიმე. არი, ქალბატონო. ემზარი მაინც ამოგვეყვანა. ემზარი რას გვიშველი და? აი მე არაფერს, მაგრამ სუფთა ჰაერს მაჩაყაპა და საწყალი კაცი ქალაქშია გამოკეტილი. კარგით რა მომდეიდა რა. ხალხო რაღაცა მოიფიქრეთ, რაღაცა ქენით რა დაღამდა უკვე. ხანა თეკლა ვერ გავი რა გავაკეთო, აბა ფეხი მტკივა, თორე ის არ ვიცით სადوارთ რომ გავიგოთ საით უნდა წავიდეთ. ვიცით არ ვიცით სადوارთ, აბა მე ვერ გავიგე რა თქვა, მაგრამ ხო ოი, ბუნებაში კიდე ვიცით რა მასწავლეს რომ არ გვინდა ბუნება ბავშვი. არა, პედო სხვა რაღაცას ვამბობ. ვიდი აბა რა. გადაჭრილ ხეზე შეგვიძლია გავიგოთ საით არის ჩრდილოეთი და საით სამხრეთი. ოჩა, რა მაგარი რაღაცა გისწავლე, ოჩა ბავშვი, რა მაგარი რაღაც. სადვეძებო ამ ხელა ტყეში და ამ ტყეებში ეხა გადაჭრილი ხე. სადვეძებო მე გადაჭრილი ხე, გეკითხები, სადვეძებო აბა. საბატა ადეთი. კარგი, ვიპოვე, აბა გადაჭრილი ხე. მე რა იცი, მიდი აბა რა გასწავლეს, მიდი. ბოლომდე არ მომისმენია მასწავლებლებს. მეც ვიცი ეგეთი რაღაცა. რა იცი, აბა შენ რა იცი? ესე იგი, ხეს უნდა დავაკვირდეთ და საითაც უფრო შედარებით მოკლე ტოტები ექნება, იქით არის ჩრდილოეთი. მე რას მიყურებ? მიდი და დააკვირდი, მიდი. მიდი დატო, მიდი, აბა მიდი. ახლოს, მიდი. აი ხეები, რა ვიცი, რამდენი ხე გიდა, აბა. მიდი, დააკვირდი კაცო. დააკვირდი, მიდი, დატო. მიდი, ახლოს. აბა რაო ხეებ, რა სიძახის ხე, აბა რაო თქვი. რაო ხე, აბა სად არის? მეგონი აქ ჩრდილოეთ საერთოდ არ არის. მოიყვანეთ ან რაღაცა გააკეთეთ რომ ამოვიყვანოთ ის მანქანა ტალახი. თეკლა საწავიდე, ფეხი მაქვს მოტეხილი, ძლივს დავდივარ კაცო. გავიდოდი რაღაცას მოვახერხებდი, გავარდებოდი, რა ვქნა, აბა მე რა გავაკეთო, საწავიდე. კარგი ხო, მე წავა, კარგი. ეს კი წავა, მაგრამ ეხა ამას ელოდე კიდე როდის მოვა ეს რა. აი მე კიდევ კარგი საჭმელი წამოვიღე გზისთვის. აბა. კარგია. აი მე რა იყო, ძალიან ცოტა იყო ეს საჭმელი, ზაჰესამდეც კი არ მეყო. რას ლაპარაკობ ქალბატონო ლუკა ეხლა თქვენ უყურე ეს საჭმელი აღარა გვაქვს ეხლა ჩვენ ხახო თქვენ ეხლა თქვენ რა ხდება საერთოდ რა არის ქალბატონო ლუკა მე ვიფიქრე ის რუხი თუ მოვიდა მეთქი კაცო საჭმელს მაინც დაუყრეთ რომ ჩვენ არ შევჭამოს და გადავშებით მეთქი რა უთხრა ეხლა ის რუხი რომ მოვიდეს რომ ქალბატონო ლუკა ზაჰესამდე შეჭამა მთელი საჭმელი მეთქი არ გელმა საერთოდ რა იცი ზაჰესი რა არის ქალბატონო ამაგინე თქვენ რა რაიცი გელმა რა არის ზაჰე ეგრე უთხრა ზაჰეს მეთქი დააღეს პიზდა ეხლა მეთქში პიზდაღებული გელი კაცო პიზდაღებული გელი ტეში ამაგინე თქვენ რა გადავრჩით სად არის რუხი რა რუხი გადავრჩით კაცო მანქანა ამოიყვანე არა მანქანა არა იცი რა აქედან რომ გავედი მევადექი დაღმართს დავაპირე ჩასვლა ცუდი ჩასასვლელი იყო და ქვევით რომ წამოვდექი დავინახე აბრა ხო ანუ გადავრჩით. გადავრჩით, აბრა დაუნახია და გადავრჩით აბრა. აი წერა აბრაზე ხარაგაული? არა, აბრას ეწერა ცხინვალი 10 კმ. რა ტატო? ოიც რა სიძახე, ცხინვალში ვართ ეხლა ჩვენ,
ფინოში ვარ ხო? გაგიჟებულია ბაყაყი. რომელ საუკუნეში ცხოვრობთ, შუქი რო არ არის. სად არის რა? სად არის ეს ფიზიკოსიც რა? დაიწყებოდა უკვე მეორე ტაიმი რა. ბატონო ფრიდონ, მე რამდენჯერ უნდა გაიხედოთ იქით? თუ იქ შუქი მოვიდა, ესე იგი აქაც ავტომატურად მოვა. ორ წუთში ერთხელ იყურება რა. ეგ მე მგონი იქ დენის შესამოწმულად კი არ იყურება. აბა? იმ გოგოს უყურებს. კი. ძელის მარწუხი. ძუძუს მტევნები. ჩამოეღვენ და ფართო თეწოებს. მაცდურო ქალო. დელურ ხიჟინით, როდის გაურბენ ამ ჩვენს ეზოებს. ერთ წუთი ბატონო ფრიდონ, ერთ წუთი შეიძლება ვნახო, ერთ წუთი. მე შევხედა რა. აი კი გამოჩნდა. ხო. აი ივანზე. ნათელაბებია არის ეს. სად იყურებოდი ბატონო ფრიდონ, სად იყურებოდით რა? მე შუქს ვუყურებდი. შუქს. ხო, ვუყურებდით. არა ისე ეგლექსი ზუსტად ნათელაბებია ხო? წელის მარწუხის, ხიჟინით, ეზოებს დაურბენო. კი, ნათელაბებია. როგორ ემთხვევა, როგორ ეს ყველაფერი რა? ვიცი რა, ლაშა, სილამაზის დანახვა ყველაფერში შეიძლება. კარგით ეხლა ხო, კარგით რა იყო, ლექსს წავიკითხე. რა შეიძლება? შაყინოი ვარიანტია ბატონო ფრიდო რა იყო ახლა თქვენ მოხვედით მოხვედი აბა მოიტანე გამოვართი აკუმულატორი როგორ მოგცეს როგორ რაკს უყურებ როგორ მოგცეს და ეს არყის გამოსახთე ლაპარაკს დავპირდი მიწერნე აბა კი არა და ეს აკუმულატორი შეიძლება მალე დაждდესო და მეორესაც მოგცემენ ო ბატონო პროფესორო იქნებ ბლუძეც რამე მოგვიხერხოთ ჩაირთო მოიცა კი ჩაირთო იგებე ჩვენები იგებე შეხედე რა მაგარი ამბავია ატეხილიში ყვაჭმა გამოიტანა ო ალავზე დადო ალავზე დაიჭირა ალავზე ხეის გათამაშებენ ალალი ხერი თქვენ რაკს უყურებთ თუ ღვინის ქულა მოდი ტერმინები ასეთი აქში მოდი ამხელა ეს გორგოძი ამ პატარა ტელევიზორში ამხელა ჩანს ნახე დაჭიდაობა წავიდა შეხედე კაპიტანი რა დღეშია კაპიტანი რომელია აბუსერიძე 6 ნომერია რომელი ხო ნუ ეხლა 6-ია ისეთი ამბავი წდება ხოლმე აქ ხან 6-ია ხან 9 ხან 10 მიდი ხო მიაწეხი მია შებოჭე მიდი პაცი აი ეხლა ლელო არ დადო ან კიდე ჩხუბი არ აყდეს თორე შეიძლება თავზე დავალეწოთ ყველაფერი ქალბატონო ნუნუკა ისა თუ გეშინიათ და ნერვიულობ დაგელაპარაკებით გაგამხნევებთ ჰა? არა, არ მინდა, მადლობა. კარგით, არ ინერვიულობ, კარგით. ისა ნიკა ბავშვი, თეკლა. თუ გეშინიათ, ნერვიულობთ, დაგელაპარაკებით გაგამხნევებთ, დაგეხმარებით ჯიშის დაძლევაში, ჰა? არ გვინდა პატა, მადლობა. კარგით, არ ინერვიულობ, კარგით. ისა ტატო. არი ხალხო ვიღაცა დამელაპარაკეთ გამამხნევეთ კაცო რა ისი გეშინია ბა რა ისი მეშინია ტატო მართლა რომ მოვიდნენ ეს რუსის ჯარისკაცები და ტყვეთ რა გვიყვანონ მერე აუ თან ეხუმრები რუსები ძალიან გაბრაზებულები არიან ჩვენზე 46-0 რაგბი ხო კარგით ხალხო რა ნუ ხართ პანიკაში არავინაც არ მოვა თუ მოვლენ ვუთხათ რომ ტურისტები ვართ შვედი ტურისტები ხო მე რო შეხედავე პატას როგორ გავს შვედს სტოკჰოლმიდან
რა უნდა გითხრა იცი ეხა თუ მართლა მოვიდნენ და რაღაცა ხო დაგვიჭირეს და უშოთ ყეთა გვიყვანეს აბა ერთი შემომხედე შენი აზრი მაინტერესებს ესე უფრო საცოდავი სახე მაგ თუ ესე რომელი ტატო რა ვიცი მე ორივეზე გამეცინეს გაგიცინა ხო აი ხი რა არის ხლა თუ მართლა მოვიდნენ ეგენი გაიგე და ტყვეთა გვიყვანეს უთხრათ ქალები ბავშვები და მე ფეხი მაქვს ფოტოხილი დატო რა ხო გაგვიშვა და დანარჩენები დავშვებით ხო ხა კარგი ვაიმე ხალხო რაღაცა მოიმოქმედე თორე 10 და უკვე ძალიან სუ რაღაცა ხმა მესმის ჩუმად რაღაცა ხმა მესმის ვაიმე ой как холодно რა საკეთებ ქალბატონო გაგაცო ვაიმე თუ რუსები არიან ვითომ ჩვენ ციმათიანები ვართ აა ხო როგორ აცივდა აი ხაბის გინა მომენატრაი კარგით რა ვსაკეთებთ ეხლა რა სიფიქრებთ ნიკა რა სიტყვის რა ვიცი რა სიფიქრებს ნიკა და რა სიტყვი მე რა ვიცი რა სიფიქრებს ნიკა რა სიფიქრებ ნიკა მე გავალ სად გახვალ ნიკა გაგიჟდი ხო მაგრამ შორს არ წახვიდე ნიკა აი პატა მე მომისმინე ახლა ცოტა თავს უნდა შემოუძახო ხო არ შეიძლება ეს არ შეიძლება როგორმე დღეს გავცლოთ დღეს ღამე და ხოლ რაღაცას მოვიფიქრე მართალი ხარ თეკლა მართალი ხარ ვაშკაცი ჭი ვარ და ესე არ უნდა უცანცარებულიყავი მართალი ხარ ბოლოს რისი მეშინია რა არის ვერ გავიგე ქართველი ვარ და საქართველოს შუა შეფოყანაში ვარ რისი უნდა შემეჩნდეს მოვიდეს ვისაც უნდა მოვიდეს აბა ვისაც უნდა ჩუმად რატო ყვირი ხარ ბა? რა ვიცი ტატო მართლა რომ მოვიდნენ არ გაიგონ კაცო. თეკლა ნახე რა ვიპოვე? ბილიკი? არა, ფლეშკა. ლამაზი კენჭი მეგონა და ფლეშკა ყოფილა. გამაგიჟებს რა ეს ბავში, რა თმინდა ბავში ფლეშკა, რა თმინდა ეხლა მე აქ ფლეშკა მინდა მე ეხლა გეკითხები ხა? ანდა მომეც კინოებს ჩაწერ ხოლმე მომეც. პატა იქნებ რა არის ჩაწერილი ამ ფლეშკაზე? შეიძლება ვირუსიანია აი ეს. აი მე გადააგდე ჯადო არ იყოს ჯადო. კარგი რა ჯადო ხამოტონუკა ეხლა თქვენ ხვდებით ხალხო რა ხდება? ამ ფლეშკაზე რომ მართლა რამე საიდუმლო ინფორმაცია იყოს, ჰა? ჩვენ ხო ყველანი ისტორიაში შევალთ ხალხო, ვერ ხვდებით თქვენს ხამოტონუკა, შენს თეკლა, ტატო შენს, მეს ბავში შენს. რა მაგარია, ჩემს თავზე ვისწავლი ხოლმე გაკვეთილებს. კარგით, ეხლა არ გვინდა. ნერვიულობა არ გვინდა, მოდით ყველანი ერთ მუშტად დავდგეთ. მოდით ყველანი, მოდით წრე გავაკეთოთ ერთად დავდგეთ ყველანი, მოდით მეშუაში ჩამაკანეთ, მოდით. კარგი ხო. ვაიმე რა ხდება ხალხო? მოდით, მე გადამეფარეთ ხალხო, ვაიმე რა ხდება? გადამეფარეთ, მოდით და გადამეფარეთ. იდი. ასი მიაცი. ჩამოიცილე. მივიდა. უნდა მოიგოთ. მოიგებენ. ხომ გაიგეთ? გავგიჟდები რა. აღარ შემიძლია. მაგარი თამაშია რა. აუ, რაზე მწყდება იცი გული პატარო აქ არ არის რა. აი მაგაზე მწყდება გული ისე ეს თამაში კი არა ბრძოლა ომი გაჭოდი რა იცოდი რა გაჭოდი მაყურებინე ბოლო წუთებია და მაყურებინე რა რა ხდება რა დროს სპეციალური გამოშვება რა არის ეს რა ეს რა მეჩვენება თუ არ გეჩვენება ჩვენები არიან თეკლა ნიკა, ტატო. რა ხდება და მედლები გადასცეს? პატა ფერაძე, ჯილდოვდებით ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის და სიმამაცისთვის. დიდი მადლობა. არაფერს. რა უნდა კითხოთ?
ბატონო სამხედრო პირო რა უნდა გითხოთ აი ეს რა ქვია აი ეს ფლეშკა რომელიც მე რო ვიპოვე ჩვენ რო ვიპოვეთ იქიდან ის ინფორმაცია საიდუმლო ინფორმაცია გადაიტანეთ უკვე დიახ და კიდევ დიდი მადლობა კიდევ ერთხელ გასაგებია ხო მაგრამ რაღაც უნდა გითხრათ ის რა ქვია ის ფლეშკა რო მომცეთ თუ არ სჭირდებათ კინოებს ჩავწერ ხოლმე ხანდახან ჰა